მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებულად მოგესალმებით ბავშვებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ყველას მარნეულელებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს ასეთი განსაკუთრებული ღონისძიება, იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა UEFA სტანდარტების შესაბამისად, არის აშენებული როგორც UEFA-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა არის ადგილზე, ადაპტირებული ასევე შშმ პირებისთვის. და რასთავარია თვალსუხარია ასეთი ლამაზი სტადიონი, რომელიც დღეს იხსნება. მარნეულში სპორტი არის ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სპორტის განვითარება. ვითარდება ყოველდღურად ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები და მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება, იმიტომ რომ სპორტი ნიშნავს ყველას მოგეხსენებათ უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას, უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას, სწორ გზაზე მდგომ ახალგაზრდობას და ამიტომ ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე, ასეთი ობიექტების გახსნაზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირადად ბატონ ირაკლი გარსელაძეს, ქალბატონ თეაძულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა მისი წვლილისთვის იმ ყველაფერში, რაც კეთდება სპორტის განვითარებისთვის და მადლობა რა თქმა უნდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს გაკეთება მომავალშიც ყველაფერი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ სპორტზე, კონკრეტულად ფეხბურთზე, რომელიც არის ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო სპორტის სახეობა და თქვენ კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ ბავშვებს, ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. გილოცავთ სპორტსმენებს, მარნეულელებს, ულოცავ UEFA-ს კატეგორიის სტადიონის მარნეულში უკვე არსებობა დღეს ოფიციალურად მოვინახულეთ და ხსნით, რა თქმა უნდა, სარგებლობს შემთხვევით და მუნიციპალური განვითარების ფონდს, მთელს გუნდს მადლობა მინდა გადაუხადო, ისევე როგორც ლევან კობიაშვილს და ფედერაციას და ქალბატონ თეაძულუკიანს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით სწორედ იმ სტანდარტის სტადიონებს ვქნით, რომლებიც აუცილებლად ახალ ჩემპიონებს და უფრო მეტ და მეტ მოყვარულ და შემდგომში უკვე პროფესიონალ სპორტსმენს შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, რომ 2023 წელს ჩვენ ღირსეულად უმასპინძლეთ UEFA-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, 11 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა სწორედ აი იმ დაგროვილი, ასე ვთქვათ, გამოცდილების შედეგად უკვე ეს წინვალე UEFA-ს კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულს გააჩნია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია სპორტის მიმართულებით ჩვენი მიმდინარე პროექტები ზუგდიდში, ახალციხეში, წნორში, ბოლნისში, არხილოსკალოში და მრავალ სხვა მდებარეობაში ჩვენ ვანვითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ქუთაისს უკვე აქვს ოლიმპიური საცურაო აუზი და რუსთავს ასევე აქვს მრავალფუნქციური არაჩვეულებრივი სპორტ კომპლექსი და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შემდგომი განვითარებებიც იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას გისურვებთ და ყველა ჩართულ მხარეს, როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ასევე კონტრაქტორ და საზედამხედველო ორგანიზაციებს ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები ასეთ მაღალ დონეზე შესრულებული პროექტისთვის. დიდი მადლობა. ყველას მინდა მოგილოცოთ, გისურვოთ დიდი გამარჯვებები, განსაკუთრებით მათ, ვინც ხართ ბავშვები და ახალგაზრდები, რომ ჩემპიონები გამხდარიყავით. მინდა ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი დიდი ხელშეწყობისთვის ვუთხრა მადლობა, რომელიც აქვს მთავრობის მხრიდან ქართულ სპორტს, თითოეულ ფედერაციას და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კოლეგა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ არა ისინი
რა თქმა უნდა, სპორტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ასეთი მასშტაბური პროექტები ვერ განხორციელდებოდა რეკორდულ დროში და ხარისხიანად. დიდი მადლობა ამისთვის ბატონო ირაკლი თქვენ. მოგესალმებით. ძალიან ბედნიერი დღე არის და ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ დღეს კიდე ერთხელ ჩვენ ქვეყანას ქართულ ფეხბურთს შეემატა ახალი სტადიონი, ახალი ინფრასტრუქტურა და ამისთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ირაკლის, ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, უღრმესი მადლობა და ქალბატონ თიას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ხელისუფლებას, მთავრობას, რომლებმაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და ერთ-ერთი დღეს არის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რომელიც არის ძალიან დიდი ფუფუნება და ბედნიერება ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთისთვის. ალბათ ამეთანხმებით, რომ სულ რაღაც ორ კვირაში ჩვენი ეროვნული გუნდი პირველად ისტორიაში მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში და ეს არის უდიდესი მოვლენა. და მერწმუნეთ ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის მიზანმიმართული შედეგი და დამსახურებული გამარჯვება და ზუსტად ეს პროექტები, რაც ბოლო წლებში ჩვენ ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვახორციელეთ, რომელიც ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას და ეს ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც აქ არიან, ბიჭები, გოგოები, ასევე პროფესიონალური გუნდი მინდა ალგეთის მარნეულის ალგეთის წარმატებები უსურვო, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს, კიდევ უფრო მასობრივი გახდეს და ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლებში ამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სამწუხაროდ გვახსოვს ჩვენ წარსულში დრო და მათ შორის ამ ადგილასაც, როგორც ვიცი, ეს ადგილი იყო გამზადებული იმისთვის, რომ არა ფეხბურთის მოედანი განხორციელებულიყო და აშენებულიყო, არამედ სხვა მიზნებისთვის იყო გათვლილი, რაც ძალიან სამწუხაროა. საბედნიერო დღეს არის ხელისუფლება, რომელიც აშენებს სტადიონებს, აკეთებს სტადიონებს და ხელს უწყობს, რომ ფეხბურთი იყოს ჩვენ ქვეყანაში განვითარებული და რა თქმა უნდა ის, რაზეც მე დავიწყე საუბარი, ჩვენი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს არის ამ ყველაფრის დაგვირგვინება და დამსახურება. მინდა თქვენი სახელით ჩვენ ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ და აქ მყოფ ახალგაზრდებს უსურვო ყველას, რომ ისინიც გამხდარიყვნენ ჩვენი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და ჩვენი ქვეყანა ესახელებინოს. მადლობა თითოეულ თქვენთანგანს. მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა მარნეულიდან.